ბლოკში მინდა დარეკოთ ყველამ ტელეფონის ნომერზე 242 4012, ასევე გადაურეკოთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, იმიტომ რომ ახლა უნდა წარმოადგინოთ მკურნალობის ის მეთოდი, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ 4000 წელია არ ყავს ანალოგი, არც საქართველოში და არც მსოფლიოში, იმიტომ რომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის ყველაზე აპრობირებული მედიცინა და მეცაც კი ვიტყვი, რომ ბოდიშო გაგაწყვეტინე ამ მედიცინას კლეოპატრამ ძეგლი დაუდგა. ამ წერს თუ რა პარაზიტს. და ერთი შეხედვით ეს რაღაცნაირი ეს პარაზიტი, რო ეძახით, მე პირადად ძალიან შემიყვარდა, იმიტომ რომ გავიგე რამდენი რაღაც კარგი რაღაც შეუძლია ქალის, არა მარტო ქალის, არამედ მამაკაცის ორგანიზმისთვის ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. სხვათა შორის ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა დემი მური ძალიან ხშირად იყენებს ხოლმე ამ წერს, თუ რა ქვია, პარაზიტი დავარქვათ. წურბელებს ძალიან ხშირად იყენებს, იმიტომ რომ გარდა იმ ყველა დადებითი ეფექტისა, რაც აქვს, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის, აქვს კიდევ გამახალგაზრდავებელი ეფექტი. ნამდვილად გეთანხმები, მე არ ვიცი დემი მური ნამდვილად მხოლოდ წურბელების იმედზეა თუ პლასტიკურ ქირურგიასაც იყენებს, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემი ახლობლის ძალიან გადატკეცილი სახე, რომელმაც დაახლოებით 3 წლის წინ მირჩია, რომ მიმემართა ჰირუდოლოგისთვის და წურბელები საკუთარ სახეზე დამესვა. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ ამის მე ძალიან შემეშინდა, თუმცა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მეცნიერების შესახებ ბევრი რამ გამეგო და შემესწავლა, ნამდვილად ესე ლატენტურ მდგომარეობაში რჩებოდა. დღეს ეთერში ყავს ამ დარგის სპეციალისტი, ჰირუდოლოგი ლელა აკობია, რომელიც ჩვენთან არის ეთერში და გვესაუბრება სწორედ ისეთი ჯადოსნურ მეცნიერებაზე და მედიცინაზე, რასაც ქვია წურბელებით მკურნალობა. გამარჯობა ლელა, მოგესალმებით. მიხარია რომ ჩვენთან ხართ ეთერში, მშვენივრად გამოიყურებთ. წურბელების დასწავლება ნამდვილად სასწაული, გარკვეულწილად გენეტიკაც, მაგრამ ნამდვილად წურბელების შველის არის. თუმცა დიდი ხანი არ მომიხმარე, ესე იგი ეს ეფექტი არის საკმაოდ დიდი ხნის წინ იცით რა, ჩვენ პირადად ახლა მე და ნინას გაგვიგია ჰირუდოლოგიის შესახებ, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, საერთოდ რომლებმაც არ იციან ამ პროფესიის და ამ მედიცინის შესახებ. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება, რა არის ჰირუდოლოგია? ჰირუდოთერაპიას უხსოვარი დროიდან აქვს, თითქმის 4000 წელი, რაც კაცობრიობა არსებობს, ალბათ თითქმის მას ისტორია აქვს, იმიტომ რომ უძველეს დროიდან იყენებდნენ. ყველა ქვეყანაში, სადაც კი წურბელა იყო და მე ვფიქრობ, რომ წურბელა იყო ყველა ქვეყანაში. ხო. საქართველოში ამდენ ხშირად გამოიყენება. გამოიყენება ხშირად, მაგასაც მოგახსენებთ. ძველად იყენებდნენ და ქონდა ეფექტი, მაგრამ ეს იყო ძალიან პრიმიტიულ დონეზე, თუმცა გარკვეულწილად ამას ეფექტი აქვს. დღესდღეობით კვლევები ტარდება ეს ძალიან უმაღლეს დონეზე და ამ კვლევების საფუძველზე ძალიან დაიხვეწა ეს თერაპია. და ამიტომ ბევრად მეტი შეუძლია შესაძლებლობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს იყო დაუშვათ საუკუნეების წინ. თუმცა მაშინაც ძალიან პოპულარული პროფესია იყო და ექიმებად ითვლებოდნენ. კი ბატონო, ნაპოლეონი მაგალითად ჯარში ხმარობდა ამას, რომ ინფექციებისგან დაეცვა თავის ჯარისკაცები და ამის ბუმი იყო ერთ პერიოდი ევროპაში ისე ბუმი იყო, რომ გაწყდა საერთოდ. ხო, აღარ იყო წურბელა. დონ კიხოტშიც კი მოხდნენ წურბელები რეალურად. კი, დიახ, ხო, ეხლა რაც შეეხება ჰირუდოთერაპიას, მოკლედ მოგახსენებთ. ერთი-ორი სიტყვით თქვათ ეს დაავადების შესახებ ორი სიტყვით. აი დაავადება რა არის? რა დაავადებებია, მოდი აქედან დავიწყოთ. ერთი წუთი, აი ჯერ ამას გეტყვით და ახლავე. როდესაც სისხლის მიმოქცევა ირღვევა ორგანიზმში და ლიმფის მიმოქცევა, ავადდება უჯრედი. უყურეთ, უჯრედში არ მიდის საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი, რაც სისხლმა უნდა მიიტანოს. შესაბამისად მეტაბოლური პროდუქტები არ გამოიყოფა. ანუ ესეთი რაღაცა, სისხლი თუ ამდინარე ორგანიზმის, ლიმფა არის მისი გამწმენდი. თუ ეს ორივე ვერ ფუნქციონირებს, უჯრედი ავადდება, ზიანდება, ავადდება, შემდეგ ის იწვევს ორგანოს დაავადებას. ეს ორგანო ავადდება, მოგახსენებთ, ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და შემდეგი ორგანო ავადდება, მოკლედ ადამიანის ჯაჭვური რეაქცია მიდის. ეხლა რა ხდება ჰირუდოთერაპიის გამოყენების დროს? აქ ჩვენ გარედან არ ვაწვდით ორგანიზმს რაღაცას, რომ თქვათ, აი გარედან მივეხმაროთ და ორგანიზმი მოდუნდეს. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის შემოქმედისგან ჩადებული აქვს რესურსი თვითრეგულაციის. ანუ როგორც კი რაღაც ფიზიკური იქნება, ეს ფსიქოლოგიური დაირღვევა მთლიანობა და ჰარმონია, ორგანიზმი იწყებს ბრძოლას
თავის რესურსებს და მოერიას ამ დაავადებას. როგორც კი ეს ქვეითდება ეს რესურსები, იმუნიტეტი ქვეითდება, უკვე პირიქით ხდება დაავადება ერევ ორგანიზმს. ეხლა ჰირუდოტები რაშობა, როგორც მოგახსენეთ, ეს გარედან ჩვენ არ მოქმედებთ, ანუ აქ ხდება საბაზო დაავადების საბაზო მექანიზმზე მოქმედება, უჯრედის დონეზე ხდება გაწმენდა და განკურნება დაავადების, ირთვება იმუნიტეტი ძლიერდება ადგილობრივი, საერთო, ირთვება ეს ორგანიზმის დამცავი ფუნქციების ეს ძალები და ორგანიზმი თავად იწყებს ბრძოლას. დაავადების წინააღმდეგ და აუტოიმუნური დაავადებების დროსაც შესაძლებელია იყოს გამოყენებული. ხომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სულ ფიქრობ ხოლმე არის თუ არა ნეტავ დაავადება, რომელსაც არ კურნავს ეს პატარა პარაზიტი. ნამდვილად, ეხლა ყველა დაავადება შეიძლება 100%-ით არ განიკურნოს, მაგრამ აი გაუმჯობესება მდგომარეობის, ეს აი მაგალითად მე მქონია შემთხვევა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გაფანტული სკლეროზის დროს. კი, ძალიან კარგი. ეს არ მოხდა 100%-ენ ამას ძალიან დიდი დრო და თან ისიც ალბათ შეუძლებელი 100%-ენ, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი. იცით რა მაინტერესებს? ძალიან გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა. რომელი დაავადებების დროს არის განსაკუთრებით ეფექტური ჰირუდოთერაპია? ფართო მოხმარება აქვს ძალიან და ფართო, როგორც მოგახსენეთ, იმის საფუძველზე ძალიან დაიხვეწა ეს თერაპია. აი მოკლედ ყველას ალბათ ვერ ჩამოვთ, მოკლედ ჩამოვკითხოთ. აი მაგალითად ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში ეს იცით რა არის მარტო დაავადება პროფილაქტიკის მიზნით ძალიან კარგია, რომ თქვათ ინსულტი, ინფარქტი ავიცილოთ, ამისთვის არის არაჩვეულებრივი. დიაბეტიანებისთვის ეს არის აუცილებელი, რადგან სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს, რაც დიაბეტი რაც ზაზიანებთ, ამიტომ ეს არის აუცილებელი პროცედურა მათთვის. თუმცა არის შემთხვევები, როცა დიაბეტი ლაგდება. მოდით. ხო, აი კიდევ ვიტყვი, აი თვალის დაავადებები, ნებისმიერ ტიპის ანთება, ყელყურცხვირის, საჭმლის მონების სისტემა, ღვიძლის და თირკმელების ძალიან კარგი შედეგები აქვს. ძვალსახსროვანი დაავადებები, გინეკოლოგია, უროლოგია, ნუ კანი და ასე შემდეგ. მენოპაუზის დროს რამდენად შეიძლება იყოს გამოყენება? მენოპაუზის დროს ძალიან კარგად გამოიყენება ეს დისკომფორტი, რაც ქალბატონებს მენოპაუზის დროს ახლავთ, ეს არაჩვეულებრივი და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ცოტა ესეთი ვიდრე დაიწყება მენოპაუზა, შესაძლებელია რომ ცოტა გადავადოთ. ეს ამის შესაძლებლობაც კი არის. და ასევე ვიცი რომ ძალიან კარგი არის გინეკოლოგიური დაავადებების დროს, იმიტომ რომ პირადად მე რამოდენიმე თვის წინ ვეზიარე ამ პროცედურებს, თავიდან რაღაცნაირად ისე ვიყავი განწყობილი, მაინც რაღაცა პარაზიტი იყო ჩემთვის, მაგრამ ეხლა იმდენად შემიყვარდნენ, იმიტომ რომ ისეთი კეთილები არიან და იმდენი სიკეთე შეაქვთ ჩვენ ორგანიზმში, რომ თავისთავად რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ თუნდაც აი იმ რაღაცა ცუდ ხასიათს, არ ვიცი, ესე რაღაცნაირად შემეცვა. კი, ნამდვილად ფსიქიკაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. აქ მე ამას მოგვიანებით გესაუბრებით, გინეკოლოგიას რაც შეეხება. ნებისმიერ გინეკოლოგიური პრობლემა. და როდესაც გინეკოლოგიური პრობლემა აქ უმეტეს შემთხვევაში სარძევე ჯირკვლები და ფარისებრიც ძალიან ხშირად არის ჩართული. ფარისებრის პათოლოგიაზე სარძევე ჯირკვლები, კისტები, მიომები, ფიბრომები არაჩვეულებრივ ექვემდებარება. თუ არა? ბატონო? ონკო დაავადებებიც შეიძლება. ონკოზე სიფრთხილეა საჭირო, თუმცა არის პრეცედენტები, ამას ხმარობენ ჩვენთან არა, მაგრამ გასაგებია. მაყურებელი ყავს ეთერში, ალბათ ძალიან საინტერესო კითხვით მოგესალმებით ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ? შეიძლება გაითიშა, თუმცა იმედი მაქვს კიდევ დარეკავენ. ხო, აი გინეკოლოგიასთან დაკავშირებით გავაგრძელებ, ჩაკეტილი მილები, როცა მილების განტორობა არ არის, მაშინაც აი არაჩვეულებრივი. ნამდვილად? კი, ნამდვილად, რა თქმა უნდა. გასაოცარი შედეგი. შეხორცებებს ძალიან კარგად ალაგებს. იცით რა მინდა ვთქვა? ჩინაგან შეხორცებებსო დაუშვათ გარეგნული ნაწიბურები, ნაიარების, ტრიებს, რასაც ეძახიან. კი, აუცილებლად, და აუცილებლად. მე ვიცი რომ შრამებსაც კი, ძალიან შრამებსაც ძალიან კარგად ალაგებს. მოდით იცით რა არის, ეხლა ამ ყველაფერზე რომ საუბრობთ ზოგადად, მაყურებლისთვის შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს როგორ შვება ეს წურველა ამდენ რაღაცას. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ რანაირად აი მაყურებელი ყავს კიდე ეთერში გავაგრძელებ კითხვას, მოგესალმებით ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. თუ შეიძლება ტელევიზორს ოდნავ ჩაუწიეთ, იმიტომ რომ თქვენი ხმა მეორდება. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? დიახ. მე პატარა მიომები კი მითხრეს, მაგრამ საოპერაციო არ არისო, მაგრამ აი ეხა ქალბატონმა ახსენა და ჩემი სურათით უნდა მოვიდე რამე ანალიზებით, თუ პირდაპირ უნდა მივიდე. კარგი, დიდი მადლობა დიდი მადლობა. შეკითხვისთვის. მცირე პატარა მიომა მაქვსო, საოპერაციო არ არისო და რა არის იმისთვის საჭირო რომ განიკურნოს
კი, ძალიან კარგად დაექვემდებარება მკურნალობას, არ ჩვეულებრივ. არის საჭირო რაიმე მედიცინის კი, რაც აქვს გამოკვლევები შეუძლია რომ თქვენთან მოვიდეს პირდაპირ. ყველა დაავადებაზე ასე უნდა მოხდეს, ქაბატონო ლელა? ანუ თქვენ კი, მაგრამ თუ გამოკვლევები არ არის, თქვა გამოკითხვით პაციენტს გამოკითხავ, თუ არა თუ ჩავთვლი საჭიროდ რომ რაღაცის გამოკვლევა საჭირო, ხო, თუ არა და ხა ზედმეტად არ დახარჯავთ. კიდევ მაყურებელი ყავს ეთერში და მოვუსმინოთ. მოგესალმებით. კი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობათ. იცით რა მაინტერესებს მე ბავშვობიდან მახსოვს რომ დედაჩემის ბაბუას, ნუ ეს იყო 60-იან წლებში, ქონდა მაღალი წნევა და აი ყურის ძირში ისვამდა წურბელებს. დიახ. შველოდა ქალბატონო? ბატონო შველოდა, დიახ. ეხლა უფრო წინ წავიდა ჰირუდოთერაპია და ძალიან ბევრ დაავადებებსაც შველის, თუმცა მე მაინტერესებს წნევას თუ შველის. კი ბატონო. კი, რა თქმა უნდა, წნევას არაჩვეულებად არეგულირებს, მაგრამ არ გირჩევთ პირდაპირ კისრის და თავის არეში პირველივე პროცედურას განსაკუთრებით წნევის შემთხვევაში. იმიტომ რომ ამის საშიშროება არსებობს. აი რა მართალია ძალიან იშვიათი, მაგრამ აი. რა ადგილებში ხდება ამ წურბელების დასმა უშუალოდ გამომდინარე თვითონ პაციენტის დაავადებიდან თუ არის რაღაცა განსაკუთრებული წერტილები პაციენტის დაავადებიდან გამომდინარე და ასევე თვითონ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. შეიძლება დაავადება ერთი და იგივე დაავადების სხვადასხვა პაციენტს განსხვავებულად მიუდგეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინდივიდუალური მიდგომა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ წურბელები არ აპროტესტებენ ხოლმე ადგილს, სადაც შეიძლება დაისვას. იმიტომ რომ მე წაკითხული მაქვს, რომ თუ დაუშვათ დაავადება არ არის, ან არ საჭიროებს მისი ჩაბმულობას, არ ერთვება. არა, უბრალოდ გარე ფაქტორები ისინი ძალიან გრძნობიარი არიან და ვთქვათ, აი ქარიანი ამინდი ასეთ რაღაცებზე სუნი სპეციფიური ხელოვნური ქიმიური სუნი ამას რაც შეეხება მაგ პროფილაქტიკისთვის ძალიან ბევრი მომართავს, ასე რომ ჯანმრთელობის შემთხვევაშიც. ჯანმრთელობის შემთხვევაში ხო, პროფილაქტიკისთვისაც და კიდევ ვიცი რომ არა იმისთვის რომ დაავადებები განიკურნონ, არამედ იმისთვის რომ უბრალოდ სწორი სახის კანი ქონდეთ და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ 2-3 პროცედურის მერე პირადად მე ახლა გალამაზებისთვის არ გამომიყენებია დაავადების ვიდრე სახეზე დაისვავდით მანამდე შეგვიძლია. რაღაცა მე ხასიათიც რაღაც კი, აუცილებლად. აი წეგანდელ კითხვას გავაგრძელებ. რა როგორ შვება ეს პატარა წურბელა ამ ყველაფერს რომ უთხრათ ჩვენ მაყურებელს. აი ხლა მოკლედ მოგახსენებთ რამდენიმე ზემოქმედება აქვს წურბელას ჰირუდოთერაპიის დროს როცა ვიყენებ. პირველი ზემოქმედება ერთი მექანიკური. როდესაც სისხლს გამოწვევს და მას მოვხსნით და შემდეგ არის სისხლდენა, რომელიც განკურნებას უწყობს. შემდეგი არის რეფლექსული, როცა ბიოლოგიურად აქტიურ წერტილსაც უმნიშვნელოვანესია. აი ეს მესამე არის ბევრი, მესამე კიდე ის რომ მას აქვს უძვირფასესი ფერმენტები ნერწყვში. დაახლოებით 200-მდე ფერმენტია. შესწავლილია დაახლოებით 40. მეტი არა და ამდენს უკურნავს. მეტი არა, ხო, ამდენს უკურნავს, იმიტომ რომ ეს კვლევები ძალიან ძვირი ჯდება და შესაბამისად, ნელა მიმდინარეობს. თუმცა შედეგი გვაქვს და მექანიზმის ახსნა ძალიან სასურველია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის დროც ნელ-ნელა დადგება. ეს ფერმენტები, ხო, დიახ. აი ეს ფერმენტები არის უძვირფასესი, ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო. ეხლა რა ხდება? შლის ტრომბებს, ხელს უშლის ახალი ტრომბების წარმოქმნას. ხოლესტერინის დონეს აწესრიგებს, არეგულირებს წნევას, სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს. მიკროცირკულაციას კაპილარებში აწესრიგებს, ჟანგბადით მარაგდება ამის ფონზე. ორგანოები და ეს შესაბამისად მოგეხსენება ერთი პაციენტი უკვე მოვიძიე ჩემს მეხსიერებაში ვინც პირდაპირ თქვენთან უნდა მოვიდეს. შემდეგ ხო ძალიან კარგი ხოლესტერინის არაფერი გამორჩეს ძალიან კარგი შედეგი აქვს რისთვის იცით აი დასხივება უარყოფითი გამოსხივება თუნდაც მზის და თუნდაც ხელოვნური აი ამისთვის რომ ეს ადამიანი არ დაზეთ გარკვეულ აი გარს უქმნის თითქოს იქ უდრეს აურის გაწმენდაში ძალიან კარგი კითხვა ეს არის უმნიშვნელოვანესი მოგეხსენებათ რომ დაავადების უმეტესობა არის ფსიქოსომატური იმიტომ რომ თუ ადამიანი პირველ რიგში ვარ ადამიანი ავადება ენერგეტიკულ დონეზე. ჯერჯერობით თავიდან ეს ხდება. მე ხდება უკვე ფუნქციურად და მე უკვე ანატომიურად. და ჩაკრების ჩაკეტვა ეს იწვევს ძალიან ბევრ დისკომფორტს ადამიანს. ჯერჯერობით აი უარყოფითი ემოციები, შიში იქნება, სიძულვილი იქნება, ეს აგრესია იქნება, შური და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი ორგანიზმზე ძალიან ცუდად აისახება. იქ ჩაკრები რომ იკეტება, ადამიანის სოციუმშიც უკვე აღარ არის ისეთი და თავის რესურსებს ან ეს შეიძლება კარიერაზეც აისახოს. ამიტომ ჩაკრებს ყველაზე დიდი ხნით წურბელახსნის ჩაკრას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ფიზიკური რაღაცები ჩამოთვალეს თქვენ რომ ერთი კითხვა უნდა დავსო შეიძლება ცოტა სასაცილოც იყოს მაგრამ ეს რომ აინტერესებს ხოლმე წონის კონტროლი რამდენად შეიძლება ძალიან კარგად ლიპიდური ცვლა დავამოვიწყდა წაღა მე თქვა ლიპიდურ ცვლას ძალიან კარგად და ცხიმებს ძალიან კარგად შლის ნივთიერებათა ცვლა წესრიგდება ამის ფონზე ეს პროცედურები ლელა დიდხანს გრძელდება თუ ყველა დაავადებას იცით რა დაავადებას უფრო პაციენტს ინდივიდუალურად ნუ შეიძლება თქვა 40 წუთი გაგრძელდეს შეიძლება 1 საათიც გაგრძელდეს 1 საათი არ არის საჭირო კი მხოლოდ ერთი ჯერადად არის საკმარისი არა გეტყვით ახლა უმეტეს შემთხვევაში 10 პროცედურაა საჭირო უმეტეს ნუ შეიძლება ვიღაცას 11-12 დაჭიროს კვირაში 2 პროცედურა ტარდება ამასთან ერთად ჩვენ ვაკეთებთ მე ვაკეთებ ვისცერალურ მასას მუცლის რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოგხსენებათ რომ მუცლის ღრუს მეორე ტვინს უწოდებენ ადამიანისას იმიტომ რომ ორგანოების ჯანმრთელობა ეს აისახება მთლიანად და როცა ასაკთან ერთად ხდება ორგანოების დაწევა, გადადვი, თუ მტამდეგობა არ აქვს, თქვა ხერხემლის პრობლემებიც არის, გადადვი. ხერხემალს შორის? კი. მე კუდუსის ძვალზე ძალიან და ის პერიოდი მართლა არ ბოდიში რომ გაგაწყვეტინეთ მე მომიწია რამოდენიმე პროცენტურის უკან დასმა ანუ კუდუსუნის ძვალზე და იმ საოცარმა ადამიანმა ვინც ამ მედიცინას მაზიარა მითხრა რომ ის ზუსტად იმ წერტილში დაგაჯდაო სადაც საჭირო იყო და ცოტა შორის ცოტათი რაღაცნაირი ის იყო მაინც ახლა კუდუსუნის ძვალზე თუმცა მინდა ვთქვა რომ იმ სამმა ცალმა წურბელამ ის რამდენიმე დღე ხერხემალში გამასწორა. მართლა. აუჯერებელია. აი მართლა. მოდით მაყურებელს მოусმინოთ ახლა და კიდევ საოცრებებზე განვაგრძოთ საუბარი, იმიტომ რომ მე თქვენ ესე ადვილად არ გაგიშვით. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? აჰა. გამარჯობა. წურბელებზე ვისმენ ახლა გადაცემას. დიახ. და ჩემთვის მე მაგ სისხლის გამათხელებელზე ვარ გულსის ძარღვ დაავადებები, ნუ მაწუხებს და აი თუ შეიძლება როცა გათხელებული მაქვს სისხლი ამ შემთხვევაში დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოგახსენებთ, როცა გამოთხელებას იღებს და თქვა აპირებს ჰიდროთერაპიის პროცედურას დაწყობს, ამ გამოთხელებელს ხსნით. სხვა პრეპარატებს არაფერს არ ვეხებით, თუ არ არის საჭირო, გამოთხელებელი იხსნება ყველა შემთხვევაში. წინასწარ უნდა მოიხსნას და მე დაიწყოს თქვენთან პროცედურა სავარაუდოდ, ხომ? აი უროლოგია, გინეკოლოგია, რა ზეგავლენა აქვთ წურბელებს ამ დაავადებების? არაჩვეულებრივი ზეგავლენა, როგორც ყველა სხვა დაავადების. აი უროლოგია ძალიან პრობლემაა, სქესობრივი გადამდები დაავადებები, მამაკაცებსაც, ქალებსაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის, წინამდებარე ჯირკვლის პრობლემა, ანთება, კი ბატონ, კი, ადენომას და ამის არაჩვეულებრივი შედეგები აქვს. ამ თერაპიას აქვს ერთი კარგი თვისება კიდე. როდესაც თერაპიას ვიტარებ და თავშეთ ადამიანი ხებულობს რაიმე თქვათ ბალახეულს, ან ვიტამინების კომპლექსი, ან თქვათ საჭიროა და უკიდურეს შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ეს, მაგრამ რაღაცა ქიმიურ წამლებს, ანტიბიოტიკები აი შეწოვა 1.5-2 იზრდება და თუ ანტიბიოტიკის იღებს მისი ეს უკუჩვენები რაც არასასრული ზეგავლენა რაც აქვს აი ამას კიდე ასუსტებს და ანეიტრალებს. უშუალოდ პროცედურის დროს რაოდენობას თუ აქვს მნიშვნელობა წურბელების? იცით რა უნდა შეერთ ბევრი წურბელა არ არის სასურველი. ხო, ანუ მაქსიმუმ არა. არის შემთხვევა როცა ესეც საჭიროა დაუშვათ, მაგრამ ეს იშვიათად არა, ეგ იშვიათად, როცა ბევრი იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სწორად შერჩეული წერტილების შემთხვევაში ბევრი წურბელა. აი მაქსიმუმ ერთ პროცედურაზე ალბათ 2-3 საკმარისია. 5-7 მაქსიმუმ. აი კიდევ მაყურებელი ყავს ეთერში სტუმრად, ძალიან დიდი ინტერესი არის თქვენთან და მიხარია ეს, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა, ეთერში ხართ. ალბათ ისე არის პრობლემა დაკავშირების დროს. დიახ, გისმენთ. ბატონო. გამარჯობა. 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 ალო. გისმენთ. მე ვარ 60 წლის მამაკაცი. დიახ. მაგ 5 წელიწადი ინსულტი მაქვს. ინსულტიანის შეიძლება წურბელებით კურნალოვა. მადლობა კითხვისთვის. კი, აი ძალიან საჭირო შეკითხვა იყო.
საერთოდ ჯობია როცა ადამიანს წნევა აწუხებს ინსტიტუტამდე არ მიიყვანოს თავი როგორც წეგან აღნიშნე პროფილაქტიკის მიზნით და აუცილებლად მიმართოს ჰირუდოთერაპიას მაგრამ თუ ესეთი დადგა რეაბილიტაციის პერიოდში რაც უფრო ადრე დაიწყოს წურბელებს რაც უფრო ადრე მიმართავს მით უკეთესი თქვენ შეგიძლიათ სახლშიც მიხვიდეთ და მოემსახუროთ კი როცა ადამიანებს არ შეუძლიათ კი თავად მოსვლა კი ეს შესაძლებელია მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ხშირად უანგაროთ ეხმარებით ხოლმე ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს აი ამ საკითხში როგორ გამოიყენება ზოგადად სამწუხაროდ ძალიან ცოტა საერთოდ თუ იცის ვინმე ცოტა მიცის ის რომ ცერებრალური დამბლის შემთხვევაში ძალიან ეფექტურია კი ძალიან ეფექტურია კვლევები ჩატარდა და აღმოჩნდა რომ აი სრულ შემთხვევით აღმოაჩინეს რომ ნეიროტროფიკული ეფექტი აქვს წურბელს ანუ ნეირონებს აღადგეს ეს არის აი საოცრება კი ნამდვილად საოცრება ანუ ბავშვებშიც არის ხო მიღებული? არის, კი ბავშვებში მიღებულია. ეხლა ცერებრული დამბლას რაც შეეხება 100%-იან განკურნებას ლაპარაკი ცოტა რთულია, თუმცა ესეც, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვნად უმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი, რომ ეს აი ამის არ გამოყენება. ლელა, იცით რა მაინტერესებს მე? წეგან ჩვენ ქალებზე ვსაუბრობდით. და რეალურად ვერ ჩავედით იმ შრეებში, რომელიც ქალებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ხოლმე. გინეკოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი პირველი არის რეალურად, რომელიც საშუალო ასაკიდან და ზემოთ აწუხებთ ხოლმე ქალბატონებს. ან თუნდაც იგივე რეპროდუქციულ ასაკში. რა დაავადებებს კურნავს ჰირუდოთერაპია და რომლის შემთხვევაში არის აუცილებელიც კი თქვენთან მომართვიანობა? აუცილებელი ცოტა ისეთი ნათქვა, მაგრამ ყოველთვის აუცილებელია აუცილებელი როცა პრობლემა აქვს ადამიანს, მართლა ციტომეგალო ვირუსი დავინახე რომ იყო ჩამონათვალში, ხო? ეს საკმაოდ მძიმე ვერადი დაავადება და განიკურნება ჰირუდოთერაპიის. კი, რა თქმა უნდა, ნუ დრო ჭირდება, მაგრამ ექვემდებარება განკურნებას. კიდე მაყურებელი ყავს ეთერში. მოგესალმებით ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. მაინტერესებს სახსრების აი ართრიტი და ართროზის დროს თუ შეიძლება მისი წურბელებით მკურნალობა და თუ აქ შედეგი. დიდი მადლობა. კი ბატონო, სახსროვანი დაავადების დროს ძალიან კარგი ანთებითი პროცესები, რეგენერაციული პროცესები რომ იცის, ამას აფერხებს და პირიქით მენისკის დროს ძალიან კარგი. ასე რომ სახსრების დაავადების შემთხვევაში შეგიძლიათ მარგვინები უნდა დავამზადოთ ოქროსი და ამ წურველებს დავაწყოთ შაკიკის დროსაც. შაკიკის დროსაც აი საზღვაო შაკიკის დროსაც. კუჭის წყულის დროს. კი. მე მგონი ყველაფერზე დადებითი პასუხია, რაც კი რამე მომივიდა. მართლა, ანუ მე თვითონაც თამამად ვამბობ, სანამ მეც გავიგებდი და მე თვითონაც ვეზიარებოდი, რაღაცნაირად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ნუ აი ხა ამ პატარა წურბელამ რა უნდა ქნას თქო, მაგრამ აი იმ რამდენიმე პროცედურის შემდეგ ზაქარიას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მე თავს ვგრძნობ მართლა ძალიან კარგად. სეზონი ასაკი აქვს მნიშვნელობა. არა, ყველა სეზონზე არის რაღაც მითები, მაგრამ ყველა სეზონზე ეს არის ეფექტური და ყველა ასაკში არის, ნუ თუ პაციენტი თვეებიდან შეიძლება გახდეს თქვენი პაციენტი? აი იგივე ცერებრალური დამბლის დროს რა ასაკიდან urჩევთ დაუშვათ მშობელს რომ მოიყავოს? არავის დააჭიროს, მაგრამ დაბადებიდან თუ კი ბავშვს პრობლემა აქვს, შესაძლებელია თქმა იქ სხვანაირი მიდგომაა, მაგრამ შესაძლებელია. კიდე არ წდება ზარები ჩვენთან ეთერში, მოგესალმებით ეთერში ხართ. გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ. გამარჯობათ, მაინტერესებს რაც შეიძლება ამ პროცედურის ჩატარება და დაახლოებით რა ჯდება ერთი სეანსი. ამ შეკითხვაზე პასუხს გაცემენ ჩვენი პროდიუსერები, მაგრამ ჩვენ ვეთყვით მაყურებელს, რომ როგორც ქალბატონმა ლელამ გვითხრა, უცხოეთთან შედარებით იმდენად მიზერული ფასებია, რომ ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანს შეუძლია ამ პროცედურებით ისარგებლოს. ასეა თუ ვწდები? კი, ნამდვილად, ევროპაში და ამერიკაში ძალიან ცოტა შეუძლია, კი, იმდენად ძვირი ღირს იქ, რომ ძალიან ცოტა შეუძლია ისარგებლოს ამ თერაპიას. არა, კი, ზუსტად ესე ელიტარულ თერაპიად ითვლება. სამწუხაროდ იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი არის, არ გიგონოთ რომ რაღაცა სასწავლო ფასებთან არის დაკავშირებული, აბსოლუტურად მისაღები ფასები აქვს. სხვათა შორის ჩვენ საუბრობდით წეგან გავუსვით ხაზი მეც და ნინუცამაც იმას რომ ეს არის არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ წურბელებს. რატო ვაკეთებთ ამაზე აქცენტს? რატო ეშინიათ ადამიანებს ზოგადად წურბელების?
ზოგადად წურბელების არ ეშინიათ, ზოგადად მსგავსი არსებების ეშინიათ. თქვა სისხლიანების, პარაზიტების. ხო, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად ეს პატარები მაგრამ როგორც კი თავის თავზე გამოცდიან. დიახ. აი ამ სარგებელს და აი ამ ეფექტს რაც მას აქვს. აი სრულად გადაჭაროების გარეშე შემიძლია გითხრათ რომ უყვარდებათ. ხო ბამბობ, ჩემი საყვარელი წურბელები თქო, მართლა ესე არის, იმიტომ რომ ის თავიდან რაღაცა აი კადრში ვხედავთ ახლა ჩვენ საყვარელ წურბელებს. სიამოვნო მომენტი რომ გაქვს, აი ეხლა ეს არის მუცლის, ხო, აი რაღაცა თავიდან მეგონა რომ რაღაცა იუსი რომ მიიკბენს და სისხლს რო წოს რაღაცა ცუდია თქო, მაგრამ უკუჩვენებები რა შეიძლება კონდეს ან თუ არსებობს ზოგადად? ესე იგი, როდის არ შეიძლება ამ თერაპიის გაკეთება? სიფრთხილეა საჭირო ონკოლოგიის დროს, ორსულობა, ძიმე ანემია და ადამიანის ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვს. ჰემოფილიკებზე. კი ბატონო, კიდევ მაყურებელი ყავს ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. 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 ალო? გისმენთ? გისმენთ ეთერში ხართ? უკაცრავად მოგესალმებით. მე მაქვს ხერხემლის პრობლემა, ხერხემაზე მაქვს პრობლემა. შეიძლება თქვენთან რამე თუ ეშველება მას? რა პრობლემა გაქვთ ხალბატონო, უფრო ზუსტად რო გითხრათ თუ შეიძლება? თიაქარი. ხერხემლის თიაქარი, მეც მაინტერესებს ეს შეკითხვა. შესაძლებელია, კი. აქ ჩვენ ვახმართ თიაქარი. გასაგებია, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობა. დიახ, ძალიან კარგი შედეგები აქვს ხერხემლის თიაქარზეც. კი, არაჩვეულებრივი შედეგი, ზოგადად ხერხემლის პრობლემებზე, ოსტეოხონდროზზე. წეგან ორსულობა ახსენეთ, თუმცა ვიცი რომ ზოგადად ორსულობის დროს რა თქმა უნდა არა, მაგრამ ვიცი რომ სანამ ორსულობა დადგება, დავგეგმავთ, ქალისთვისაც და ასევე მამაკაცისთვისაც არის არაჩვეულებრივია. როგორც წყვილი წყვეთს რომ იყოლიოს პატარა, სასურველია რამდენიმე თვით ადრე ეს პროცედურები გაიარონ. იმიტომ რომ ძალიან კარგად გაეწმინდებათ ორგანიზმი და შესაბამისად პატარასაც არ ექნება. მე მინდა ნინას ვუთხრა, რომ ძალიან კარგი შანსი გაქვს, რომ მივხვდე რაზე მაქვს საუბარი. მეც ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ქალბატონ ლელასთან საუბრის შემდეგ გადავლახე ჩემი შიში, მოდი ასე ვთქვათ, წურველებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემ ბავშვობიდან გამომდინარე არის. პატარა რო ვიყავი და გუბეებში რო დავჭყაპუნობდი ხოლმე, დედა სულ მეუბნეო და გუბიდან გადმოდი, თორე წურბელა აგეკიდებაო და რეალურად ეს ჩემთვის აი მაშინ ჩამოყალიბდა შიში. თუმცა ვხედავ რომ ადრე თუ გვიან მოვიწევს თქვენთან მოსვლა და არა გვიან არამედ ადრე, იმიტომ რომ მე წეგან გითხარით რომ უკვე ჩამწერეთ თქვენთან მიღებაზე. მოდით ახლა ასეთი კითხვა, რადგან ჩინაგან ორგანოებს მივაქციეთ ჩვენ ყურადღება და ასე თუ ისე თეორიულად უკვე გამოვჯანმრთელდით, მოდით ესთეტიურ მხარესაც გავცეთ პასუხები. თქვენ აღწერილობით თქვით, რომ ნაოჭებ შველისო, როგორ შველის, რა ნაწილზე შეიძლება დაუშვათ ამ წურბელების დასმა და გალამაზება და გაახალგაზრდავება კანის? იცით რა, სახეზე როცა გვინდა თქვა სახის ნაოჭების მასა სასურველია მანამდე 2-3 პროცედურა ჩავიტაროთ, გაიწმინდოს ორგანიზმი. ეს არის აუცილებელი. იმიტომ რომ ეფექტი მაშინვე დგება. აი როგორც კი ორგანიზმი, იმიტომ რომ აი იმდენად ღრმადა აქვს სისხლის მიმოქცევას, იმდენად ღრმად და შორი ორგანოებიდან წოს ეს წურბელა, როდესაც წოს. აქ სისხლის მიმოქცევა რო აქტიურდება და ეს უკვე სახეზე, ვიდრე სახემდე მივალთ, სასურველი ღვიძლის გაწმენდა და სხვადასხვა პროცედურა. 2-3 პროცედურა მაინც. რეალურად ლელა ხა მე როგორ შტაბ-პეჭდილებას მიტოვებს ისი თქვენი ნაუბარი, რომ დავიწყოთ, ესე იგი, ერთი პროცედურა წურბელებით მკურნალობის ძალიან ბევრ დაავადებას კომპლექსურად უმკურნალებს. ხო, ცალ-ცალკე კი არ არის სასიარულო. კი, იმიტომ რომ როცა პაციენტი მოდის და ვეკითხებთ რა გაწუხებს, აწუხებს წნევა, მაგრამ ის წნევა რისგან არის გამოწვეული, ამას გამოვკითხო და ხვდები დაუშვათ, ან ხვდები ცხოვრების წესს ვეკითხები, როგორ ცხოვრების წესი, როგორი კვებები და უკვე ჩანს იქ. მე აი ეს გაწუხებს, აღმოჩნდება რომ სხვა და შესაბამისად ვცდილობ რომ შევეხო რა თქმა უნდა სხვა დაავადებებსაც. გასაგებია. მოდით ახლა მაყურებელს მოусმინოთ კიდევ რომელიც ეთერშია. გამარჯობა, ეთერში ხართ. ფეხი მაქვს ნაავარიები 2-3 წლის წინ და გამიჩნდა სიზარღვებში არის პრობლემები და უშველის მაგას. მადლობ შეკითხვისთვის. კი ბატონო, დიახ. უშველის ნამდვილად, ну, როგორც ჩანს ეს ხუთარობს გამტარობა და არღოულია ხო? და კი, არაჩვეულებრივი შედეგი. წეგან ღვიძლი ახსენეთ და მე ვიცი ადამიანი, რომელიც ჰეპატიტის კურნალობის პროგრამაში იყო და აი ამ წურბელებით
მოხდა მისი ღვიძლის აღდგენა. კი, ჰეპატიტი ზოგადად ვისაც ჰეპატიტი აქვს გადატანილი, ყველასთვის ეს არის აუცილებელი და მით უმეტეს თუ ჰეპატიტი აქვს ადამიანის პროგრამაში და პარალელურად ძალიან კარგი, იმიტომ რომ აი ამ ქიმიური წამკი საჭიროა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ხო აქვს იმას მავნეზე მოქმედება. ამას ანეიტრალ, ჩვენ გვინდა არ გვინდა ეს ესეა. ამას ანეიტრალს და ამასთან ღვიძლის ფუნქციას არაჩვეულებად აჩქარებს რეგენერაციის პროცესს და ძალიან აძლევს, რადგან იმუნიტეტი ძლიერდება, იქ უკვე მე ყველაფერი ბევრად უკეთესად მის. მე კიდე ორი პაციენტი დავამატეთ ჩემს მეხსიერებას, რომელიც უნდა მოგიყვანოთ და კიდევ მაყურებელი ყავს ეთერში. მოგესალმებით. დიახ, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ? გამარჯობათ. მინდა შეგეკითხოთ, ფსიქიური ავადმყოფის მკურნალობა თუ შეიძლება? მადლობა ფსიქიური ავადმყოფის მკურნალობა თუ შეიძლება? დიდი მადლობა გასავთ, თქვენ რაზე გინდათ მკურნალობა, ფსიქიური აშლილობის მოწესრიგება თუ სხვა რაიმე თამდებით და დიახ, ფსიქიური აშლილობის მოწესრიგება. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ხო, აი ფსიქიური აშლილობას რაც შეეხება ჯობია საფრთხე გამოვიჩინოთ და ცოტა თავი და თავი შევიკავოთ, ხო? რეალურად გამოჩნდა პირველი თუმცა ნერვოზებზე ხა ეს სხვადასხვა თემა აბსოლუტურად განსხვავებულია. ნერვოზებზე ძალიან კარგად. შველი? კი, ძალიან კარგად. როდის გაქვს პირველი მიღება? მე მივხვდი რა წავარ ახლა ესე. გავხსნარი და გახასიათზე. ხო და პირდაპირ მივიდივარ, წურბელები უნდა დავისხა. სხვათა შორის წურბელა ზოგადად ცოცხალი მე ნანახი არ მყავს. უბრალოდ ეს ჩემი წარმოდგენა ამ საშიში პარაზიტის მიმართ, როგორც გითხარით უკვე ბავშვობიდან მოდის. მე ვიცი რომ თქვენ თან ყავთ მოყვანილი თქვენი წურბელები. მე გადმოვალ ახლა თქვენთან და ვეცდები რომ ჩემს ხელზე მოვითავსო. სახელები ხო არ აქვს ამ წურბელებს? ძალიან დიდი სიემოვნება გელის. თქვენ და არ ხართ. ძალიან მაინტერესებს კიდევ ლელა. რამდენად ჰიგიენურია დაუშვათ ერთი და იგივე პარაზიტი გამოიყენება თუ არა სხვა ადამიანებზე? არავითარ შემთხვევაში. ერთი და იგივე წურბელის გამოყენება სხვადასხვა ადამიანზე, კი რა იგივე ადამიანზეც არ შეიძლება. არ შეიძლება. სათმედიან მე ეს წურბელი. არა ხოცობ სამწუხაროდ ესე თქვენ თვითონ ამრავლებთ ხო ამას? არა. აბა როგორ ხდება? ამას სანამ თქვენ მანცაუბრობთ, მე მინდა რომ მაყურებელი შემოვიყვანო ისევ ეთერში. მოგესალმებით, ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ? ხელი აბასოთ დავსოთ. ეხლა რაზე ვშავთ? სავარაუდოდ გაითიშა. ეხლა უბრალოდ დავსოთ იმისთვის. აი, დავუშვათ. აღარ შეგეშინდეთ წურბელების. ხო, მე რო აღარ აი როცა ჩემ დამოხოთ ჩაწერას და მე რო დავიწყოთ კურნალობას. აი ხა თამამად შემიძლია ვთქვა რომ შენი მშურს. მართლა? კი. მოდუნდით. არა, მაქსიმალურად თავისუფლად, აი ძალიან პატარა იმას იგრძნო. მეგონი არ მოვწონ ვარ ზის და არ გადმოდის ცოცხალი თავი. როცა პაციენტი დაძაბულია სხვათა შორის გრძნობს, აი ეს იყო? ეს იყო სულ. სულ კი არა საერთოდ არაფერი არ იყო მინდა გითხრა. ღმერთო მიშველე. აი ეს არის. აბსოლუტურად არაფერი არ მიგრძნო. უკვე სიმპათია წამოვიდა, ხო? მოგესალმებით ეთერში ხარ. გამარჯობა. რა საოცარი ვინმეა? სად არის აბა გამარჯობა. კამერა? გამარჯობა. მოხარული ვარ რომ ასეთი გადაცემები გაქვთ ასეთ საინტერესო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ამისათვის. ძალიან დიდი მაგრამ მადლობა. ახლა როცა გვინდა წურბელების დასმა და რაიმე დაავადებაზე მკურნალობა. ნევიანი ვარ, მაქვს ვენები კიდევ. საიდან შეიძლება დავიწყოთ? თავიდან, ზურგიდან, ფეხებიდან, თუ როგორ შეიძლება ეს დავიწყოს წურბელები და რამდენი შეიძლება და როგორი ინტერვალებით. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დიახ, წნევაზე და ვარიკოზული ვენები ჩვენ გამოგვცევა, სადაც როდესაც არჩეულებრივი შედეგი აქვს ვარიკოზის დროს. მე მგონი უყვებავ კარგად, ხო? კი. კი. ეს პატარა წურბელები, სანამ ქალბატონი გააგრძელებს, ეს პატარა წურბელები მე ხდებიან ესეთი კაი კი ბატონო, უნდა მიბრძანდეს სპეციალისტი და შეურჩევს პროცედურების მიმდინარეობას და ზონებს, ხა ესე ზეპირად აქედან უშუალოდ ანუ დაავადებიდან კი გამომდინარე. პირდაპირ თავზე როგორც წეგან აღნიშნეს, არ შეიძლება, არ არის, მე ცოტა სიფრთხილეა საჭირო. სპეციალისტთან მიბრძანდით, კვირაში ორჯერ ტარდება პროცედურები და შეგიძლიათ ეწვიოთ ქალბატონი ლელას და
ჩაგიტარებთ პროცედურებს როგორც საჭიროა. აბა როგორი შეგრძნება, აბა არანაირი შეგრძნება არ მაქვს. და ეხლა ვფიქრობ, რომ ერთი ცოტა ხო არ არის და კიდე 1-2 ხო არ მივის. ბარემ ხო არ დავიწყოთ ხო უკვე განკურნების ანუ რაც პროცესი. თავია ის შიში და ის რაღაცა დისკომფორტი გადალახულია. აბსოლუტურად გადალახულია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ იგრძნობს. მე ვარ ძალიან გრძნობი არის, საოცრად ნაზიკანი მაქვს და ცოტა ალერგიულიც ვარ, მაგრამ როგორც ხედავ, ამაზეც არ არა, მოქმედებს. ალერგიებზე ძალიან კარგი შედეგები აქვს ალერგიებზე. ნამდვილად? ნამდვილად. ნამდვილად რა თქმა უნდა. თქვენ წეგან ამბობდით, რომ აი მხედველობასთან დაკავშირებითაცო აქვსო შედეგიო. აი, როდესაც მხედველობაზე საუბრობდით, რას გულისხმობდით, რა დაავადებებს შველის და რა ადგილებში ისმევა აი ეს წურბელა? თვალის ნებისმიერს არ, ანთებითი პროცესები, როცა კატარაქტა, ბადურა როცა არის დასუსტებული, გლაუკომა როცა არის, ჩვეულებრივ შედეგები აქვს. და თვალის არეში ისმევა არა სადმე? მხოლოდ თვალის არეში, სხვა პროცედურები, კი, არა მხოლოდ იქ, მოდი ძალიან სიფრთხილით. ძალიან სიფრთხილით. თქვენი კომპეტენცია ნამდვილად საკმარისია იმისთვის. და ის მომენტი, მე ვიცი რომ რაღაც მომენტში თვითონ ანუ ესე ეძებენ და რაღაც მომენტში თვითონ რაღაც ადგილს კი, მაგრამ მიზანმიმართულად თუ არ გავაკეთეთ, მასე არ გამოდის. არა. აი, ახლა რომ მომხსნით ამ წურბელიკოს. აი, აღარ ეძახი დავარქვის სახე. არა, პარაზიტი ნამდვილად არ ყოფილა. რა მაინტერესებს იცით? რა პროცედურა უნდა გაიაროს შემდეგ უკვე ან კანმა სჭირდება შემდეგი დამუშავება თუ როგორ ხდება? დამუშავება არ ჭირდება, გარკვეული პერიოდი სისხლდენა არის, ამას არ ჭირდება შეშევა. სისხლდენა ესეთი მოჩქებს სისხლი თუ უბრალოდ გააჩნია, ესეც ინდივიდუალურია. დიახ. კი ბატონო. ვთქვათ, სისხლდენის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია და რაოდენობაც ინდივიდუალურია. სისხლი მოდის და არა, საშიში არა. სისხლი მოდის და ძირითადად ლიმფა გამოდის. კი ბატონო, იწმინდება სისხლი. არაფერი გადახვევა მოხდება. ჩვეულებრივ თუმცა შეწყდება სისხლი და დაიბანს პაციენტი და არანაირი პრობლემა არ არის. ეს თქვენი პროცედურები ყოველ დღე ტარდება თუ დღე გამოშვებით ან რაიმე სხვა გრაფიკია? კვირაში ორჯერ, უფრო ხშირად არ არის. თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, მაგალითად ინსულტის საშიშროება, ან რაღაცა ისეთი გაუსაძრესი მწვავე ტკივილი, მაგალითად აი საჯდომი ნერვის სახის ნერვის ანთება, აი ამან ძალიან ძლიერი ტკივილები. საჯდომი და სახის ნერვის ანთებასაც კი, რა თქმა უნდა, ანთებას ყველანაირ შველის. ასე დროს შეიძლება ვთქვათ 2-3 პროცედურა ზედიზედ გაკეთდეს. აი, ხედავ რა საქმეა. ძალიან ესეთი ტყუილი არ ყოფილა ჩემი ასეთი დიდი ინტერესი ამ პარაზიტების მიმართ. და მე მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ არ შეგეშინდეთ. ხო ხედავთ რამდენი კარგი რაღაცის მოტანა აი, მინდა გითხრათ, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, რამდენი კბილი შეიძლება ქონდეს წურბელას? არც ერთი. არც ერთი. წურბელას აქვს 3 ყბა. და თვითონ ყბაზე, ნუ სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვანაირად წერია 80-დან 100 კბილამდე. ანუ ხა 300 კბილით და 3 ყბილით. თვალი აქვს, ხო? კი, თვალებიც აქვს. 3, ზოგან წერია 3 წყო, ზოგან წერია 5 წყო. ხო. კი. მე სიმართლე რომ გითხრათ, ახლა რომ ვუყურებ თავისადაგ და ფეხისადაგ იმასაც ვერ ხვდები, იმიტომ რომ თავით არის დარჭობილი. ერთი და იგივენაირად გამოიყურება პრინციპში შეიძლება. რამდენ გრამს სისხლს იღებს დაახლოებით? მისი წონის შესაბამისად, აი თქვა, აი რა წონაც აქვს, დაახლოებით ორჯერ მეც. იმ პროცესში ვიდრე ზის აი ესეთი რაღაც აი წიკინები ვიხდები ახლა. აი რა უნდა ქნასტკო ახლა, ნუ აი ამან რა ხო, უნდა როგორ ქნასტკო. შეიძლება? არის თუ არა განსაკუთრებით მტკივნეული ადგილები, სადაც შეიძლება რომ ისმენ ეს? იცით რა, განსაკუთრებით ვისთვის რა არის მტკივნეული, ზოგი ამბობს, ვაიმე აი ფეხი ყოფილა, იმიტომ რომ იქ პრობლემა აქვს. ვაიმე კუდუსუნი ყოფილა. ვაიმე კუდუსუნი ყოფილა. ანუ რეალურად იქ ანუ სადაც ტკივა იქ არის პრობლემა. და სადაც პრობლემა არა მაქვს. ხო. მე რამოდენიმე პროცედურა მომიწია წინ დასმა ის მუცლის არესთან და რამოდენიმე პროცედურა მომიწია უკან ზურგზე და კუდუსუნზე, ხერხემლის ძვალზე და კუდუსუნზე. წინ არ მქონდა არანაირი პრობლემა. ჩემ მეგობარს ვისთანაც ესე რაღაცა მეგობრულად ვიტარებთ ხოლმე მაგ პროცედურებს, მე ჩემი მეგობარი და დედამისი და ის ყდებოდა კივილი
რამდენ თვეში ან რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება ამ პროცედურის განახლება, რომ თუნდაც აი ის მოწესრიგებული ორგანიზმი გაწმენდილი და განტვირთული და გაწმენდილი აურაც და ჩაკრაც ისევ არ დაბინძურდეს და ისევ ამ დაავადებებმა თავი არ იჩინოს. კი ბატონო, ჯერჯერობით ცხოვრების წესით როგორც წევა მოგახსენეთ, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ პაციენტს, რჩევებს ყოველთვის კვებაზე, რომ უნდა იმოძრავო და ასე შემდეგ, ვისაც რა ჭირდება. თუ ადამიანი პროფილაქტიკის მიზნით იკეთებს წელიწადში ორჯერ სრულიად საკმარისად დაახლოებით 5-6 პროცედურის ჩატარება. თუ აქ დაავადებაზე ლაპარაკი და სრული კურსია საჭირო 10 პროცედურა აუცილებელია. გააჩნია ზოგჯერ ხდება რომ ეს ალაგდება და მას აღარაფერი ჭირდება. ზოგჯერ ხდება რომ მინიმუმი კურსებს შორის მინიმუმი არის 21 დღე შუალედი შეიძლება. მაქსიმუმი სასურველია 2 თვეზე მეტი არ. ნუ შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ სასურველია ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ეფექტი ამ თერაპიის გრძელდება. ანუ მაგალითად თუ ვთქვათ კისტებს, ანუ არიკოს, ან სხვა რაღაცას კურნაობთ და რაც გარკვეული შედეგი აქვს, გადის თვეები და პაციენტები მირეკვა, ვაიმე იცით, აი იმ პროცესში არ და ეხლა კისტები დამიპატარავ და კიდევ ეხლა საერთოდ გამიქრა და ასე შემდეგ. ანუ პროცესი გრძელდება. ხო, შეიძლება საჭირო გახდეს 2-3 კურსის გამეორება. მაყურებელი ყავს კიდევ ეთერში, არ წყდება ზარები. მოკლედ, მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. იმდენად ნდობით აღვიჭურვე ამ ქალბატონის მიმართ და სად შეიძლება რომ მივაკითხოთ? როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პროდიუსერები გეტყვიან ახლა ტელეფონზევე მისამართს, ტელეფონის ნომერს, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეთ ქალბატონდელას. მე კი გეტყვით, რომ საშიში მართლა არაფერია. აი ეს დაახლოებით 5-6 წუთია ვზივართ მე და წურბელა ერთად და არც მე ვაწუხებთ მართ და არც ის მე. არც ის გაწუხებთ. და არც არაფერი სხვადასხვა ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი აქვს. მას ნერწყვში ექსეთ ნივთები, რომელიც ტკივილს აქვს. თვითონ ვიაყუჩებს იმ ტკივილს იმ ტკივილსაც და ზოგადად ადამიანს თუ რაიმე პათოლოგიის გამო ტკივილი აქვს, აი ამ ტკივილსაც. და მე მახსოვს რომ შეგრძნება ქონდა აი ამ უშუალოდ კონტაქტის შემდეგ, აი კბენის შემდეგ, უშუალოდ როდესაც გრძნობდი რომ სისხლს სწოვდა, რაღაც მომენტებში აი ძალიან უმნიშვნელოდ პატარაზე იმ ნაწილს აი რაღაც თითქოს დენირო და გაწევს თუ რაღაც. აი ჭინჭრის დასასხვის მსგავსი. ოღონდ ეს არ არის არც მტკივნეული და არც უსიამოვნო შეგრძნება. ჟურვანტელი ხო, აი გიბლის. ცოტა ჟურვანტელი გიბლის, ისე იმდენად რაღაცნაირად სასიამოვნო შეგრძნება არის. ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე და მე მგონი მე სისხლი არ მაქვს, ეს არ იკვებება, ხო? იკვებება. ისე არ გაჩერდება, სხვანაირად მასე არ გაჩერდება. აჰა, რომ ის მოჭიდებულია, გასაგებია და ეს იკვებება. ძალიან მინდა დავაკვირდე საკუთარ თავს თუ როგორი შედეგები მექნება, მაგრამ ალბათ ერთი წურბელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს ხო ჩემს ხელში. თუმცა შეგიძლია უკვე აი. კი, ნამდვილად. ის რაც მინდოდა და რაც ისი გადალახვაც მინდოდა და რაც მინდოდა რომ გეგრძნო, მიხარია რომ გაბედე. კი ბატონო. რელა, მოდი, თუ შეიძლება რომ ავიღოთ ახლა ეს თანდათანობით მე დავაბრუნდები ნინუცას, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას. ჭურჭელი. რა კარგი. შეიძლება რომ ჩავაგდოთ. ხო, რაიმე ჭურჭელი რაც შეიძლება. კი ბატონო, სანამ ჭურჭელს მოიტანენ, მე მაშინ კიდევ ერთხელ ვიკითხავ. აი პატარა ბავშვები, როდესაც ხდებიან თქვენი პაციენტები. მათ ართობთ რაღაცნაირად რომ არ შეეშინდეთ ამ წურბელებიც, ისინი უფრო შიშები არიან. მნიშვნელოვანი ასე მშობელის და ჩემგანაც და მშობლისგანაც, იმიტომ რომ თუ ბავშვი უკვე ისეთ მდგომარეობაში ან ისტერიკა ჩაადა, ნუ მას შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობია რომ ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ. ისე რამდენად იტანენ ბავშვები ამას ყველაფერს? ეშინიათ თუ უფრო არა, გულადები არიან. ზოგს გააჩნია ზოგი ვინ როგორ ვიღო. პაციენტის შვილები მაგალითად არაჩვეულებრივად, იმიტომ რომ ბავშვი პატარა სანამ აი რაღაც ზედმეტი რაღაცებაც უფროსებს გქონდეს ეს შემოეხო, აი მას ხო არაფერს არ ეშინია. და ძალიან კარგად მეგობრობი წურბელი. აი სხვათა შორის ეხლა რო თქვით რომ იმას ხო არაფერს არ ეშინია, მეც რაზე ვფიქრობდი რომ თქვენ რო ამბობდით რომ აქვსო 3 ყბაო და 80-დან 100 კილომდე. მე რო ეს მენახა ან წამეკითხა სადმე ალბათ აქ ვერ გავბედავდით ხო? აი ვერანაირად ვერ დავჯდებოდი, იმიტომ რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ 32 კვილით რო ყბეს ადამიანი, ის რამდენად კილნეულია და ახლა 300-ი კიდევ რაღაც განსაკუთრებულ რაოდენობასთან ასოცირდება. თუმცა მაყურებელს მინდა ვუთხრა, არ ვიცი რამდენად ენდობით თქვენ ჩემს შეფასებას, რომ არც დასმა და იმედი მაქვს არც ამოყვანა წურბელის ჩემი სხეულიდან არ იქნება არც ამოყვანა გეტყვი აი დარწმუნებული ვარ ეხლა თქვენ მაგ პროცედურას სანამ მორჩებით მე მინდა რომ მაყურებელს უთხრა რომ მართლა ჩემ თავზე რომ არ მქონდეს გამოცდილი ამდენს არ ვისაუბრებდი მე პირადად მქონდა კისტის პრობლემა იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი აფორმირებს მილიონ კისტას და ეს კისტა აბსოლუტურად გაიწოვეს ამ წურბელებმა არანაირი ტკივილი არ მქონია არანაირი ცუდი შედეგი ამას არ მოყოლია და არაფერი ამიტომ დამამად გირჩევთ ყველას რომ ვისაც გაქვთ ესეთი დაავადებები
უბრალოდ იმის გამო რომ გეშინიათ წურბელების ან ცოტა უსიამოვნო შეგრძნება არის, დამიჯერეთ, გირჩევთ რომ აუცილებლად მიმართოთ ქალბატონ ლელას და ჩაიტაროთ ეს პროცედურები, იმიტომ რომ არაფერი ამაში საშიში არ არის, ნინამაც გადალახა ეს შიში და დარწმუნებული ვარ რომ შენ პირადად აუცილებლად ჩაიტარებ ამ პროცედურებს. მე ხუმრობით არ ვამბობდი და არც რეკლამისთვის, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ დრო მაქვს, სანამ ვიქნებით კავკასიაში ეთერში, მანამდე მინდა მოვასწრო ერთი პროცედურის ჩატარება. მაინც, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად აისახება ჩემზე. განსაკუთრებით ახლა ჩვენ უბრალოდ შევეხეთ და არ გაგვირწია თემა აუტოიმუნურ დაავადებებზე. ეს არის 21 საუკუნის დაავადება რეალურად და ორგანიზმი ვერ ხვდება რას აკეთებს, თავის თავს თვითონ ჭამს. აი ამ შემთხვევაში თქვით რომ მოქმედებს დადებითად. რამდენად სწრაფად დგება შედეგი და რა ხასიათის შედეგი? შედეგები არის ძალიან ინდივიდუალური. ახლა მაგას ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, ამას და კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ეს ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. და ალბათ განწყობაზეც ხომ ლევა? განწყობაზეც არის დამოკიდებული, კი რა თქმა უნდა, განწყობაზეც არის დამოკიდებული და შედეგი ყოველთვის ინდივიდუალურია. ყველას ერთნაირად. მაგრამ ფაქტია რომ შედეგი არის. მოდი შენ დამიბრუნდი ახლა და მაყურებელი გვყავს ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა, ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ? ალო. გისმენთ? ეს მუხლების ტკივილ თუ შველი ხართ ქალბატონო. მუხლების ტკივილზე თუ შველი. დიდი მადლობა კითხვისთვის. მუხლების კი ბატონო, დიახ, წეღა როგორც აღნიშნე, არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. მანდ იქნება ანთების პროცესი თუ მენისკის პრობლემა. ანუ ზოგადად რეალურად რაც მე მოვისმინე და რაც მე ვიცოდი, თითქმის არც ერთი დაავადება, ანუ რაც არის ესე ვთქვათ, უფრო მოდებული, თითქმის ყველა დაავადებისთვის არის ძალიან კარგი. თუმცა რა მაინტერესებს, იცით, გარდა იმისა, რომ სასწაულად გამოიყურებით და კანი არ ვიცი, მართლა არაჩვეულებრივი, როდესაც აურასთან მუშაობთ თქვენს და როდესაც ჩაკრებთან არის საუბარი, როდესაც მოდის თქვენთან პაციენტი, ან თუნდაც ამ დაბინძურებული აურით, ძალიან რთული არის მაინც ამ ენერგიის და ამ ყველაფრის ამოდენო. თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ წურბელებს? კი, ვიყენებ, რა თქმა უნდა, როცა ვახე, თუმცა დრო ძალიან ცოტა და ხშირად დამიწყია კურსი და ვერ მიმიყონია ბოლომდე, მაგრამ კი. თქვენ თვითონვე იცით ეს წერტილები თქვენთანვე ისავთ? ჯგუფურად სტარდება თქვენთან ეს თერაპია თუ ინდივიდუალურად? აი ნინოც ამბობდა რომ მე ჩემი მეგობარი დედა ჩემიო. ხო, ინდივიდუალურად, მაგრამ თუ ასე ოჯახის წევრები და ახლობლები. კი, აი ესე ერთობოდით, მივდიოდი მარიამთან, მარიამის შვილიც გადასწარებად ერთობოდა ამ პატარა წურბელებით, ესე ხელზე ეჯდა ხოლმე და ეფერებოდა და მე რაღაც კისტის პრობლემა მქონდა, მარიამს რაღაც სხვა პრობლემა მქონდა, მის დედას კიდე რაღაც სხვა პრობლემა მქონდა და ესე სამი ოჯახები იკეთებენ. აი ეს წურბელა ფართი მქონდა ხოლმე ასე. კი ბატონო, ზუსტად ასე რომ დაიწყებენ ოჯახები, მე თავის შვილებს, სიძეებს, ძახლებს კი მქონია ესეთი შემთხვევა. მაყურებელი ყავს კიდევ ეთერში, მოგესალმებით ეთერში ხართ. გამარჯობა, გენათლარი. გამარჯობა. მაქვს უნებლიეთ მოძრაობები და მაქვს ვარიკოზული ვენები. ასაკოვანი ხალი ვარ. დიახ. და თუ მიშველის რომ მივიდი ან სახში მოვეყვანო მე ვერ დავწერა. კი ბატონო. დიდი მადლობა კითხვისთვის. დატოვეთ თქვენი კოორდინატები ქალბატონო ჩვენს პროდიუსერებთან და ქალბატონი ლელა თვითონ დაგიკავშირდებათ, რადგანაც სახლში გჭირდებათ მომსახურება. კი ბატონო, შესაძლებელია აბსოლუტურად თავისუფლად. ეს უნებლიე მოძრაობები მაქვსო და კი, გარკვეულწილად კი. სადაც ცერებრალურ დამბლაზე აქვს ასეთი კარგი შედეგი, ბუნებრივი არის, რომ და არა მარტო ჩვენ არ შევხვდებით ხრძილების პრობლემა. ხრძილების კი ბატონო. ანთებითი პროცესი ხრძილებზე არაჩვეულებრივად ამ შემთხვევაში კონტაქტი უშუალოდ ხრძილზე ხდება. კი ბატონო. აი. მაგრამ არანაირად არის, აი ზუსტად თქვენ ახლა შეჩეული ხართ და შეგიყვარდათ, მაგრამ ხალხი რომელიც არის ნეგატიურად არის გაწყობილი, ნუ ხრძილებზეც რო სხვა გამოსავალი რომ არ აქვთ, ისოვენ მშვენივრად ხრძილზე არ ვიცოდი ახლა მე გამბარი. ხრძილი პრინციპში ახლა რომ დავაკვირდი, მართლა პირდაპირ უშუალო კონტაქტი ექნება და ბევრად უფრო სწრაფადაც მოხდება რამდენად უნდა. კი, ლორწოვანი და სწრაფად ჩამოდის. ლორწოვანიდან ჩამოდის და თან რამდენადაც ვიცი, სტომატოლოგები ამბობენ, რომ ხრძილის ანთების მკურნალობა სჭირდება თვეები, წლები. ამ წურბელების შემთხვევაში ალბათ უფრო შემცირებული ვადებია. ზოგჯერ არის პირველივე პროცედურაში შექმნა, ზოგჯერ ახლა შედარებით მეტი დრო. აბსოლუტურად მკურნება თუ შედეგს ხედავთ. იცით რა არის რიგ შემთხვევაში აბსოლუტურად კურსი შეიძლება მეორე, მესამე კურსი დაჭირდეს ადამიანს, არა მარტო ხრძილზე, არამედ ზოგადად სხვა დაავადებებზეც. როცა ადამიანი 30-40 წელი, 20 წელი ავადარი, ერთ კურსში ეს ანუ ეს ზოგადად რთული არის ძალიან. კიდევ ერთი მაყურებელი გვყავს, ნახეთ რა ხდება, ეს კი არ ჩერდება ჩვენი ტელეფონი. მოგესალმებით ეთერში ხართ. კარგით, მადლობა. გამარჯობა.
მაინტერესებს თუ აქვს ეფექტი სიმაღლეში ზრდას, აი წურბელები თუ მოქმედებს სიმაღლეში ზრდასთან. ძალიან საინტერესო შეკითხვა, მადლობა ამ კითხვისთვის, მე არის გამიჩნდებოდა თავში ეს შეკითხვა, სიმართლე რო გითხრათ. ხო, აი სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით გააჩნია რა დარღვა. მართალიცოდ ესეთ შემთხვევაში არ მქონია, მაგრამ გააჩნია პრობლემა, რატომ არის ეს? რატომ გაჩნდა ეს პრობლემა? აი ამას თუ ეს თუ გვეცოდინება, ხო, თუ ჰიპოფიზის პრობლემაა, ხო, თუ ეს თუ გვეცოდინება, ну შესაძლებელია შანსი. იცით რა მაინტერესებს? აი ნინუცა საუბრობს ექიმზე, რომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა. თქვენც ახლა აქ ხირუდოთერაპია. სპეციალური განათლება არსებობს და საჭიროა იმისთვის რომ იყოთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ეს ცალკე დარგია. როგორც წეღანა აღნიშნე, ხა იმდენი კვლევები ტარდებოდა, ისე წინ წავიდა. მე მუდმივად არა ის რომ თქვა ერთხელი სწავლე აქვს. იცით რას აქვს მნიშვნელობა? პაციენტი უნდა გიყვარდეს, ადამიანი უნდა გიყვარდეს და უნდა ესე თვით მიუდგე, რომ გინდოდეს იმის განკურნება. აი ამას აქვს მნიშვნელობა. მე მგონი აბსოლუტურად ამომწურავად გავეცით ყველა კითხვას პასუხი. ერთ-ერთი სახელები არ დაგვიქმნებია თუმცა ვიცი არის მე ძალიან მიჩვევა იცის აი სახელს როდესაც არ ქმევ და მე რაღაცა რომ მიდის შენი სხეული და უკვე რაღაცნაირად ამიტომ არ არის საჭირო. ამიტომ არ არის საჭირო ესე რაღაც სახელები საყვარლები იყვნენ წურბელუშკები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლელა მე დარწმუნებული ვარ რომ ის მაყურებლები ვინც გვიყურებდნენ ეხლა და ვისაც ეშინოდა ამ შიშს გადალახავს იმიტომ რომ რეალურად მართლა ძალიან ბევრი დაავადების განკურნება შეუძლიათ მე თვითონ აგერ ვარ ჩემი თავზე გამორჩილი ხო ჩემი პერსონი ჩემ თავზე გამოცდილი ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა ასე რომ შეცვალეთ ტერმინოლოგია როცა ადამიანზე იტყვით რომ წურბელაო არ ჩათვალოთ რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სისხლის მწოველი იცოდეთ რომ წურბელები ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ასე რომ დაგველოდეთ დროებით სიახლე კატარაქტის ქირურგიაში მხოლოდ კლინიკა ოფთალმიდში